კარგით. დღევანდელი ლექცია იქნება, ძალიან შესავალი იქნება აუდიო პრეპროცესინგსა და რეპრეზენტაციაზე. ზოგადად რა არის აუდიო, როგორ ვინახავთ აუდიოს, რა მახასიათებლები აქვს აუდიოს, რასაც ვიყენებ შემდგომ რაღაც მოდელებში რა. და ზოგადად კიდე რა ტიპის მოდელები არის, შეიძლება ეგეც განვიხილოთ. თავდაპირველად დავიწყოთ ზოგადად აუდიო რა არის. აუდიო, ძალიან ფიზიკურად რო მივუდგეთ, არის უბრალოდ ვიბრაცია. ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც ჰაერში მოლეკულები ვიბრირებს სხვადასხვა სიხშირით და მაგას მერე ჩვენი რაც ყურის ბარაბანი აღიქობს მაგალითად და ყურის ბარაბანი არის როგორც მიკროფონი რო წარმოვიდგინოთ, რომელიც ამას აღიქობს და ელექტრონულ სიგნალად გარდაქმნის. ხშირად შევხვდებით ხოლმე რაც ეს სიხშირეები ყურსასმენი თუ გიყვიდიათ მაგალითად რაღაც ეგეთი არის ხოლმე რაც სიხშირეები რო უწერია რა. ადამიანს შეუძლია 20 ჰერციდან 20,000 ჰერცამდე სიხშირის აუდიოს გაგება და გააზრება. ხო. ოკეი. კიდე ჯერ აქვე ვიყოთ რა. ან გადავედეთ ხო, შემდეგ სლაიდს. ეხა რეალურად აუდიო არის სიგნალი და არ არის დისკრეტული, ანუ რაც continuous wave არის, ტალღა არის ჩვეულებრივ. შესაბამისად ამის წარმოდგენა თუ გვინდა ჩვენ რაც კომპიუტერში რომ შევინახოთ მაგალითად აუდიო, აუცილებლად დაგვჭირდება რომ რაღაცნაირად დისკრეტიზაცია მოახდინოთ, თორემ მაგის გარეშე წარმოუდგენელია. და დისკრეტიზაცია კიდე ძალიან მარტივად ხდება რა, ანუ სიტყვაზე ეს sine wave თუ აქვს აუდიოდ, რაც ჭუილი იქნება, რაც რაღაცნაირად ხმა იქნება რა. სიხშირეს გააჩნია ხა როგორია რა. ხო, რაც ეს sine wave თუ გვაქვს სიტყვაზე შეგვიძლია ამ sine wave-დან ავიღოთ სხვადასხვა წერტილები რა. და წამში რამდენ წერტილს ავიღებთ, მაგას ეწოდება sampling rate. ანუ ჩვენ თუ რა წამში გვაქვს მაგალითად 16,000 ფრეიმი, ანუ 16,000 ამპლიტუდა ხმის, მაგ შემთხვევაში ვამბობთ რა 16,000 არის ამის sampling rate. და ახლა რა შუაში არის რაღაც sampling rate როგორ უკავშირდება სიხშირეებს. და თეორია არსებობს, რომელიც ამბობს, რომ sampling rate-ს ვირჩევთ ჩვენ რა, საბოლოოდ. და თელი რაც პრობლემა, კი შეგვიძლია რაც ძალიან დიდი რიცხვი აურჩიოთ რა, მაგრამ ბევრად დიდი ადგილი დასჭირდება მაგ აუდიოს რომ შევინახოთ. რაც ყოველთვის არ გვინდა, არ გვაქვს მაგდენი ადგილი ხოლმე. და თან რაც შეიძლება ტელეფონისთვის მაგალითად რთული იყოს ან მაგხელა აუდიოს გადაცემა მერე რა სხვაგან. შესაბამისად ხო, გურჩევნია რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს sampling rate, მაგრამ არ იყოს იმდენ დაბალი რომ უხარისხო აუდიო მივიღოთ. და ეგეთი წესი არსებობს რომ sampling rate რასაც აურჩევთ sampling rates ეგ უნდა იყოს მეტიან ტოლი ორჯერ იმ frequency-ს, ანუ იმ სიხშირის, რომლის გაგებაც გვინდა. ანუ მაგალითად თუ რაღაც აუდიოზე მუშაობთ, რომელშიც უმეტესად არის სიტყვაზე რაც 10,000 ჰერცის ტალღები, მაგ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება მინიმუმ 20,000 sampling rate რო გქონდეს. ეგ არის, ანუ
მაგიტო არის მაგალითად რომ რას აი CD-ებში ან ვიდეოებში გვხვდება ბევრად მეტი sampling rate-ი ვიდრე არის რაც ვიდრე ადამიანს შეუძლია გაიგოს რა. ანუ ადამიანს როგორც ვთქვით 20 გაგება შეუძლია, მაგრამ შენახული შეიძლება იყოს რაც 54,000-ად მაგალითად რა. და ეგეც იმიტომ არის. ანუ თუ ადამიანს 20,000-მდე შეუძლია, მაშინ ჩვენ speech მოდელებში 16,000 ან პროზაში 22,000 რატო ვიყენებთ? ეგ ხო შესამჩნევი იქნება. მაგას აქვს თავისი გარკვეული მიზეზი. ზოგადად ეხლა რო ვლაპარაკობთ მაგალითად ამის ხშირი ბევრად უფრო ნაკლები იქნება ვიდრე 16,000 ან ფუნდამენტალ პაუერი ან აუდიოში ზოგადად ეხლა ჩაოლებრულ ლაპარაკში კი, რასაც გულისხმობთ. კი, სხვადასხვა გადავალთ რა მაგაზე, მაგრამ მოკლედ რო თქვა, რა სხვადასხვა სიხშირეები არის ხოლმე ნებისმიერ აუდიოში და ყველაზე დიდი სიხშირეები ადამიანის ლაპარაკში რაც არის, ყველაზე ისეთი რა ინფორმაციის მატარებელი. ეგეთი სიხშირეები არის უფრო დაბალი რა, 16,000-ზე ბევრად დაბალია ხოლმე რა. მაგიტომაც რომ 8,000-იც მაგალითად საკმარისია რომ ელაპარაკო რა. 20,000-მდე კი შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ ლაპარაკში მაგას არ ვიყენებთ. რო შეგვიძლია გავიგოთ. კი, არის ხოლმე რა ტესტებიც არის მაგალითად რომ ეს sine waves რამდენად იგებ რა და უბრალოდ მე რაც უფრო და უფრო ჩუმი წვრილი ხმა ხდება რა, რაც უფრო იზრდება. მაგ ხმას ადამიანი ვერ გამოსცემს რა ვერასებს ან რავი და თუ რაღაცნაირად გამოსცა, ოკეი, მაგრამ არაფერი ისეთი არა რომ აი მაგალითად აზრს გადასცემ მაგითი. კი, ხო, არ გვაინტერესებს რა AES-ს რო ვაკეთებთ ან speech models თუ ვაკეთებთ რა, რო ილაპარაკოს, არ გვინდა რა იდეაში ეგეთი დიდი არაფერი. არა, აი მუსიკას თუ უსმენ სიტყვაზე. მან უკვე ეთყობა რაღაც განსხვავებები რა. ისეც ეთყობა ეხა ამას, რაც 8,000 და 16,000 შორის ძალიან ეთყობა მაგალითად რა. მაგრამ 16,000-დან 22-მდე ძალიან დიდი სხვაობა აღარა. ხო. ოკეი. კარგი. ეს იყო რა sampling rate რა. რა მნიშვნელობა აქვს sampling rate და რაც რის მიხედვით შეგვიძლია აუჩვეთ დაახლოებით რა. ეს რიცხობრივად რო ვიცოდეთ, აი 16,000-ზე მუშაობს ბევრი მოდელი, ზოგი მოდელი მუშაობს 22,000-ზე რა, 22,040-ზე. ალბათ არ მახსენდება 8,000-ზე რომ მუშაობდეს რომელიმე მოდელი. მოკლედ ამ ორ რიცხვს შევხვდებით ხოლმე ყველაზე მეტად დიდი არაფერის არა რა. რაც შეეხება კვანტიზაციას, კვანტიზაცია საბოლოოდ მთელი აუდიო არის რომ რაღაც ერთი არა ისა რა ლისტი არის. და ამ ლისტში არის მოცემული რიცხვები. და ეს რიცხვები აღნიშნავს ამპლიტუდას რა. აქ რო გვაქვს მაგალითად ეს ფოტო. აქ გვაქვს რავი რა ეს წერტილები რამდენიცაა, მაგდენი რიცხვი იქნება ლისტში. და თითოეული ეს აქ 0 ეწერება, აქ რაღაც რიცხვი ეწერება, აქ რაღაცა. კვანტიზაცია მარტივად არის უკვე რომ რამდენი მანდაც ხო რაღაც ინფორმაციის გვაქვს რა, რომ დავაპატარა 4 მოდის ინფორმაცია აუდიო. შესაბამისად შეგვიძლია რაღაც ეგ აუდიო რაც შევინახოთ 8 ბიტში, შევინახოთ 16 ბიტში ან ჩვეულებრივ 32 ბიტში რა. 8 ბიტს მაგალითად რაც თავისი სახასიათო ხმა აქვს ხოლმე რა. აი ძველ
კონსოლი რაღა იყო და აი ხელით რო თამაშობ რაც ეგეთ თამაშებში იყო ხოლმე მაგალითად ეგეთი ხმები და ხან მოკლედ აქ თავარი რაც არის რომ ჩვენ უბრალოდ ვიმუშავებთ ხოლმე Float 32-ზე როდესაც დავატრენირებთ მოდელებს იმიტომ რომ სხვანაირად რთულდება რა 16-ში კიდე შეიძლება ალბათ მაგრამ ხან 32-ში ვიმუშავებთ რა უფრო მეტად ალბათ მაგრამ ხან შენახვა შეგვეძლებ ეგა თემა ისმენ ანუ უბრალოდ მაინტერესებს ჩემი ლოგიკა რამდენად სწორი არის ანუ 32-ში იმიტომ მუშაობთ და ანუ თუნდაც Float 16-ში მუშაობა იმიტომ რთულდება თუნდაც 16 ბიტიანი აუდიო ანუ მაინც ძალიან გამოყენებულია რომ ანუ Float-ში ანუ Float-ის ერთი ნაწილი ექსპონენტი არის ექსპონენტი ჩვენ არ გვაინტერესებს როდესაც ანუ მონაცემებს ვაძლევთ მოდელს და დანარჩენი არის მატისა და Float 32-ში მგონი 24 ბიტი არის მატისა თუ 23 და Float 16-ში უკვე ძალიან მცირდება და მაგიტომ რთულდება ყველაფერი. ან საწყისი ინფორმაცია Float 16-ში რომ გადავიტან ძალიან კუმშტება. იმაზე უფრო მეტად ვიდრე int 16-ში რომ გადავიტანთ ან რაღაც ეგეთი. ეგ წინა ლექცია რო ჩავატარე მაშინაც ლაპარაკობდი მაგაზე მგონი და ხო, მაგის მოგვარებისთვის შეიქმნა მე Bfloat-ი მაგალითად, ხო? რას ლაპარაკობდით მაშინ. იდეაში ანუ Float 16-ში და Bfloat 16-ში ან ჩვეულებრივ დაატრენინგებ იგივენაირად რა მოდელს, იმიტომ რომ ანუ მაინც საკმაოდ დიდი range-ი გაქვს ამ ამპლიტუდების და არ არის რა ანუ ვერ განასხვავებ რა რომ მოусმინო ორივე ერთმანეთისგან. და 24 ხანუ რა სტუდიო რეკორდინგი ანუ ავი არ მინახავს არსად მე მაგალითად და 8 ბიტი მინახავს რომ აი ზოგ სპიკერს აქვს ხოლმე თვითონ რა იაფიანი სპიკერები რაცა მაგათ შეუძლია რა მაგის გამოცემა მგონი რა ხმის არ ვიცი ზუსტად რა მაგრამ ანუ იდეაში რავი რასაც გადააწყდებით იქნება რომ Float 32 შეიძლება წაიკითხოს მაგალითად ან რაც პირდაპირ Float 16-ში წაიკითხოს და მე თქვენზეა დამოკიდებული რა ანუ რაც უბრალოდ გადაიყვან რა თუ torch წერტილი Bfloat-იან ასე ეგეთით რა და იქნება კი კარგით ხო ეს ადგილი გავიარეთ რა რომ ანუ მთელი აუდიო რაც WAV ფაილი რო ავიღოთ მაგალითად არის ერთი დიდი ლისტი უბრალოდ რა ამ ნუ რაც property უნდა მოყვეს რა უეჭველ რაც არის sampling rate ანუ ჩვენ თუ არ ვიცით რა sampling rate-ით არის შენახული ერთი დიდი ლისტი რა ვერ მივხვდებით ანუ თუ გვინდა რომ მოусმინოთ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეგ აუდიო ეგ არ გვეცოდება რა ეგ თუ არის გასაგები ანუ თვითონ დურაცია წამებში რომ გავიგოთ ანუ მასივის ზომა ანუ თვითონ რამდენი ელემენტიცა უნდა გავყოთ sampling rate-ზე ხო ეგ არის და რა ანუ sampling rate-ი გვჭირდება მაგითო რა ვიცოდეთ რა იყო განზრახული როგორ მოგვესმინათ არა მაგალითად სხვა sampling rate-ით რო გავუშვათ რა სპიკერებში ან შენელდება ხმა ან აჩქარდება ანუ გაჩინენ აიკლები იქნება თუ მეტი რა მაგითო ანუ რო ინახავ აუდიოს sampling rate-ი უნდა მივუთითო რა ან თავს მითითება რაც მაგრამ აქვს იდოქში sampling rate-ი და მე კითხულობ მაგიანად რა ეგ property მიყვება და ლისტი გაქვს რა ამპლიტუდების ახლა გადავიდეთ რა ფორმატები არის WAV ფაილი ვახსენეთ მაგალითად რაც არის ალბათ ძალიან პოპულარული რავი ამ data science-ში და რაღაცებში რა ანუ მაგ ფორმატში ნახავენ რატო არის კარგი არის იმიტომ რომ კომპრესირებული არ არის მაგრამ ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ეგაც უდ
მეორე ვარიანტი არის ხოლმე რაც MP3 მაგალითად და კიდე სხვადასხვა მეთოდებია. ნუ ეს არის როგორც აი სურათებში რო რაღაც ისინია რა JPG და რაღაც სხვადასხვა ფორმატები, რაც ხარისხი მცირდება იმის ხარჯზე, რომ ადგილი შემომცირო. ანუ შესაბამისად უბრალოდ lossy compression-ი არის რა. რაც ნუ ამაზე შეგიძლია დაატრენინგო რაც მაგალითად common voice-ის მონაცემები რატომღაც MP3 ფაილში არის ხოლმე მოქცეული, რაც ახსენდება. შეგიძლია დაატრენინგო ჩვეულებრივ, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იქნება რა და ეგ მოსალოდნელი არის. და ნუ მესამე ვარიანტი არის FLAC-ი, რომელიც არის WAV ფაილი რო დააკომპრესირო, ოღონდ ისე რომ ინფორმაცია არ დაკარგო. ანუ zip-ის მაგვარად რა. ნუ ხო ეს რაც ყველაფერი იგივე იქნება ხარისხი რაღაცა და პლუს უფრო ნაკლებ ადგილს აიკავებს რა. მაგიტომ ეს უმჯობესი. მაგრამ რატომღაც მაინც WAV ფაილში ინახავენ უფრო მეტად ხოლმე. ისმენთ? ხო, ანუ ამ MP3 AAC OGG-ზე დავბენი ცოტა, ანუ FLAC-ი და Wave-ი, ანუ WAV ფაილი ვიცი, მაგრამ ანუ MP3 ფაილში ხო შეიძლება ბევრი კოდეკი, ანუ კონტეინერი გქონდეს, მაგალითად, ანუ AAC-ც გქონდეს, AAC-ს აუდიოც გქონდეს, Opus-იც არსებობს, მაგის აუდიო, Word-ის და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ენკოდერის მიერ და ენკოდო MP3-ში. ანუ ყველა MP3 განსხვავდება, ანუ ძალიან განსხვავდება. კი, განსხვავდება. ანუ ჩემი ანუ მე აქ რასაც ხსნი, იმაც კი არ ხსნი, რომ აი რომელი როგორია რა, overall რომ არსებობს lossy compression ალგორითმები, როგორც არის ან ეგ როგორ მუშაობს კოდეკით, ხო? ანუ რასაც შენ ლაპარაკობ ხა ალბათ. და ხო ნუ კოდეკებს ალბათ რაც შემდეგ ლექსებზე ავხსნით. ახლა უბრალოდ ის მინდა რომ იცოდეთ, რომ არაკომპრესირებული lossy compression-ი და lossless compression ფორმატები გვაქვს რა. და ნუ უფრო მეტად ყველაზე მეტად რაც მინახავს WAV ფაილია ხოლმე, FLAC-ი უკეთესი არის თუ გვინდა რომ უფრო ნაკლები ადგილი გქონდეს. და ხო ნუ MP3-ში უკვე მაგას გააჩნია კი. და მერე კიდე რაც რამდენი კილობაიტი წამი არის შენახული და ასე შემდეგ ან. კი. მაგაში გეთახმები კი ბატონო. და გადავიდეთ საბოლოოდ მონო და სტერეო რითი განსხვავდება. ძალიან მარტივია რომ უბრალოდ ორი არაი გვაქვს სტერეოში. და აი შეიძლება მაგალითად არის ხოლმე ეგეთი რამე რომ რაიმე ჰოლის ჩანაწერი რო გადმოწერო მგონი Zoom-ს აქვს მაგალითად ეგეთი ფუნქცია რა. Zoom-ში რო რა შეხვედრა არის, მაგის აუდიო რო ჩამოწერო, იქნება რამდენი კაციც იყო მაგდენიანი არაი რა. ანუ აქ ორის მოსაწერება ენი და ჩათვალე. საბოლოოდ ამით იმის თქვა მინდა რომ სტერეო იქნება, მონო იქნება თუ რაც ეგეთი რამე იქნება, განსხვავება უბრალოდ არის ის რომ სხვადასხვა არაიები გვაქვს რა. როდესაც გვაქვს სტერეოში შენახული აუდიო და ანუ ეს ლიტერალი სტერეო არა, რამე სხვადასხვა აუდიო არა. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგვიძლია გავასაშუალოთ რაც ჩვეულებრივ რა ვერტიკალურად. და გქონდეს და მაგით გარდაგვქნათ მონო აუდიოში. და საბოლოოდ ყოველთვის მონო აუდიოზე მუშაობთ რა. რაც არ უნდა იყოს, ანუ ASR იქნება მონო აუდიო შევა, text to speech იქნება, მანდაც მონო აუდიო შევა. გამო გადავიდეთ
გესმენთ? ხო, ან მაგაზე ან გასაშუალება რამდენად შეიძლება ეგ ხომთლად სწორია რა ანუ ეგ ხო ანუ თვითონ რეალურად არ ანუ როგორ ვთქვა ანუ სწორი არის გასაშუალება ანუ bandage fix-ია რა არა არა ანუ გაიჩნია რა როგორ აღშენახულიოდია თუ მიკროფონი არის ისეთი რომ რავი სტერეოს ინახავს მაგალითად რა და თქვენ ვიცით რომ მაგ აუდიოში რავი მარცხენას მოვუსმენ მარჯვენას მოვუსმენ იგივეა ესე რო უსმენ რა მაშინ შეგიძლია ერთ-ერთში შეგიძლია მეორე-ერთში შეგიძლია გასაშუალო ანუ გასაშუალოებას ცოტა შეიძლება ძალიან პატარა პლუსი ის კონდეს რომ ამ სტერეოში რაც ერთ ჩანელში ცოტა სხვანაირად იყოს რაღაცები შენახული მეორეში სხვანაირად და რაღაც მომენტში ორივეს ერთად გადააქციევ რა საშუალოს აიღებ მაგათგან მაგრამ ხო ანუ არაფერის პრობლემა არა რეალურად ეს როდესაც ჩაოლებრივი რეალური სტერეო გვაქვს მაგ შემთხვევაში თან მithumetes ლაპარაკთან რა ანუ ხა მუსიკაში შეიძლება ძალიან განსხვავებული რამე იყოს ნუ მეეჭვება რომ იყოს მაინც ეგ უბრალოდ საბოლოოდ იმაზეა როგორ გინდა გაიგოს ადამიანმა რა მე სტერეო მაგიტო არსებობს მე როგორც ვიცოდი ან დამატება ხდება და შემდეგ ან დამატებისას ხო შეიძლება ანუ -1 დიაპაზონს გადააცვლოს მაგათო ანუ რაღაც ზროშოლცა აკეთებ ნომთელ რასა და შემდეგ მაგას რომ გადასცილდება ნელ-ნელა დამპინგს უკეთებ და ანუ რაც უფრო გადასცილდება მით უფრო მეტად დამპინგს ანუ რაღაც x კვადრატ ფუნქცია და ეგეთი რაღაც ვიცოდი მე შენ შეიძლება ამბობ ნორმალიზაციას ხო არ ამბობ დეციბალს მაგალითად ხო ანუ ვაჯამებთ და მე ნორმალიზაციას ვუკეთებთ რომ და ან ნორმალიზაციას ხო რაღაცაა რა ან შეიძლება აუდიო იყოს უბრალოდ ძალიან ხმადაბალ ან ბევრი აუდიო როცა გვაქვს მაგალითად რა ზოგი აუდიო შეიძლება იყოს ხმადა ბალზე ძალიან დაწერილი ზოგი ძალიან ხმა მაღალზე და ჩვენ გვინდოდეს რომ რაღაც 1 დეციბალის ტონალობა კონდეს რა ამათ ან დეციბალი არ შეიძლება არ მაქსიმალიზებს მაგრამ ხო ნუ ამპლიტუდა არა ჩათვალოთ და ეგ როგორ და ანუ მაშინ ვერ ხვდები ზუსტად რას ამბობ იმიტომ რომ გაი სტერეო აუდიო გაქვს მე რა ვშობთ ანუ ვაჯამებთ ორივე ჩანელს და ორივე ჩანელს რო ვაჯამებთ ხო შეიძლება ან გადასწილდეს მონოდულად ან -1 დიაპაზონს ვასაშუალოებთ როგორ გადასცილდება არა მე რასაც ვიცახი შენ ჯამავ ოკეი კაი აუჯამეთ მე და გადასცილდა შეიძლება ხო და ანუ რომ არ გადასცილდეს ჩვენ ავიღებთ მაგალითად რაღაც როშოლს მაგალითად ანუ მოდულით ნომთელ რას რომ გადასცილდება შემდეგ ანუ რაღაც x კვადრატ გრაფიკს x კვადრატი არა ანუ რაღაც ეგეთი ექსპონენციალური ფუნქციაა და მე მაგით ვაკლებთ რომ ანუ -1 დიაპაზონში ჩარჩეს მე არ შემხედრი ეგეთი არაფერი კოდის იმასე გითხრა მაშინ შეიძლება სხვა რამეში მერევა ერთ ვიდეოში შემხვდა და მაგ ვიდეოს მე თავი დავუყურებ აუდიოზე იყო ეგეც აი შეიძლება რას use case-ი აქვს რა რატომაც ეგ სწორი ან რავი პრაქტიკაში რეალობაში ასვაგეთებთ არის რა უბრალოდ ამას ვწერთ რა ლიტერალურად იმ ვიდეოში ანუ იმას აკეთებდა ვინც ვიდეოს იღებდა რომ ანუ კლავიშების სიმულაციას აკეთებდა software-ში და ანუ ბევრი კლავიშის რომ აწვევდა ბევრი კლავიშის ანუ ამ waveforms კი არასაშუალებდა იმიტომ რომ მე არასწორ რაღაცას ან ძალიან არასწორ რაღაცას იღებდი ან თვითონ ეგ სხვა რაღაცაა ხო შენ მანდა მოკრო სხვადასხვა აუდიო გაქვს ლიტერალი რა და გინდა რომ სიხშირეები იმას ქნა რა ქვია
დაუმატო ერთმანეთს ფაქტობრივად იმის ნაცვლად, რომ როგორ ჩამოვა. ხო, ან მე რაც ჩამოვიფარი, რომ აი უბრალოდ რაც ეხლა რო ვლაპარაკობ, ეს ხმა რო შევინახო და რაც აი კურსის მენები მაქვს, ამას ორი მიკროფონი აქვს, ერთი მარჯვენა, ერთი მარცხენა, ორივე იწერს რა ამ ინფორმაციას. ანუ ამ შემთხვევაში გასაშუალება ოკეია. მაგრამ ესეთ შემთხვევებში, როცა სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს ეს აუდიო რა, მაშინ აღარა ოკეი და მაგაში გეთხოვები. კი, კარგით, მაშინ მივხვდი, ანუ ხო. ხო. ოკეი. გადავიდეთ თულებზე ცოტა. Libros-ა გვაქვს ერთი თული, რომელთაც შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ აუდიოზე, ჩამოვალოდოთ და ბევრი ესეთი ფიჩერები გამოვიყვანოთ, რაც შეიძლება გამოგვადგეს რა. ამ რაღაცებზე გადავალ მე. სპექტროგრამა რა არის და ასე შემდეგ, მაგრამ ეგეთ რაღაცები შეგვიძლია Libros-ად. მეორე არის Torch Audio. Torch Audio ესეთია რა. ცოტა ვიტყოდი, რომ არ არის კარგად გამართული. იმიტომ რომ Torch codec-ი ისჭირდება, Torch codec-ს მერე FFmpeg-ი ისჭირდება ხოლმე და მაგის გამო შეიძლება რაღაც კარგად ვერ გამართოთ, FFmpeg-ი უნდა დააყენოთ ხოლმე მანქანაზე და ანუ რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს რა. მაგის ნაცვლად მე ხშირად მაგალითად როცა ეგეთი პრობლემები მაქვს ხოლმე და ანც cloud-ზე მუშაობ სიტუაციაზე და მეზარება იქ FFmpeg-ი დავაყენო და მე ფათი შევცვალო და რაღაცა, უბრალოდ sound file შეგიძლია გამოიყენო რომ ჩამოვალო აუდიო და რაღაც მე გარდაქმნი Torch-ის არაიდ რა და ეგ არის. არანუ Torch Audio-საც იყენებ ხოლმე რა. გადავიდეთ სიხშირეების. სიხშირე რა არის? და აი. ეს ორი ფოტო რაც გვაქვს აქ რა მაგალითად. ეს არის ჩვეულებრივი რაც ჩვენი მასივი რაც შენახული გვაქვს ფაქტობრივად და ეს არის რეალურად რაც ხდება აქ. ანუ რეალურად ის ხდება რომ ორი sine wave-ი ავიღეთ სხვადასხვა სიხშირის, ერთი იყო 440, მეორე იყო 1200. და ეგენი უბრალოდ შევაჯამეთ. და მივიღეთ ესეთი აუდიო, ესეთი ფორმის. ამას რო შევხედავთ, დიდი ინფორმაცია არაფერი არ გვაქვს, მაგრამ მეორე რო შევხედავთ, უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ უბრალოდ ორი sine wave-ია. ზოგადად, ნებისმიერი აუდიო შეგვიძლია დავშალოთ უსასრულო რაოდენობის sine wave-ების ჯამად. და ამას აკეთებს Fourier transform-ი. ძალიან დეტალებში არ ჩავალ. თავარია რომ იდეა გვესმოდეს სამის რა. იდეა არის შემდეგი რომ აქაც გავაკეთეთ რა. ეს გრაფი თუ გვინდა მივიღოთ, შეგვიძლია Fourier transform-ი გამოვიყენოთ, რომელიც გვიბრუნებს თითოეულ სიხშირეზე რამხელა მაგნიტუდით არის გამოყენებული ეგ სიხშირე ამ აუდიოში. ესმენ? ანუ მაგაზე ის კითხვა მაქვს რომ ანუ Fourier transform-ი მე ხო იჭდება ისეთ სიხშირებს, რომელიც მთელი რიცხვი არა, მაგალითად 2.5 რა მაგალითად 501.5 რომ გქონდეს აი ეგეთი რაღაც მაგაზე ხო მე რაღაც დიაპაზონს ანუ გაუსის დისტრიბუციას მისცემს 501.5-ის გარშემო თულებში რაღაც გვაქვს მოცემული მაგ რაღაცას ფილტრავს უბრალოდ. რატომ იცემს გაუსის? ანუ ეგ გაჩნია როგორ დავბინავთ ალბათ მაგას არა. ანუ ზუსტად რომ ვერასახავს ფრეკვენციის, მაგიტომ გარშემო ფრეკვენციის ანუ მაგნიტუდას აძლევს, რომ ან გარშემო ფრეკვენციებით აწყოს და ანუ ეგ მაგნიტუდის გრაფა მერე გაუსის დისტრიბუციას გაძლევს მათემატიკურად.
ო არ ვიცი ზუსტად რა გითხრა მაგას. ეგ დამოკიდებული არის იმაზე თუ რამდენად ანუ ეგ ხო იმაზეა რა რამდენად დავბინავთ ამ სიხშირეებს რა. ანუ აქ მაგალითად ეხა ხო მაგაზე ალბათ დამოკიდებული. და შესაბამისად ზოგჯერ მერე ნუ მაგით ავხსებსო. ხო ნუ რას ისავრა მან კითხვა რა არის მან ანუ ეს თულები ანუ ფილტრავს მაგას თუ უბრალოდ ვითვალისწინებთ. ანუ არის გზა რომ ეგ გაფილტრო, ანუ ალგორითმისავით. ანუ ალგორითმი რა გრიდი არის ფაქტიურად. ანუ მე ვერ ხვდები ზუსტად რა არის მიზანი, იმიტომ რომ საბოლოოდ ის გაუსიანის დისტრიბუცია მაგალითად თითქმის იგივე ფორმის იქნება, რა ფორმისაც იქნება ჩვენი FFT რომ მოვდოთ და მე სპექტროგრამა ავაგოთ სიტყვაზე, ხო? ანუ რა არის ზუსტად პრობლემა? რადგან მე ლაპარაკები მაგას ვერ ხვდები. რატო შეიძლება გვინდოდეს? ანუ შენ თუ ლაპარაკობ რაღაც მუსიკალურ ამბავში, მაშინ კი ბატონო, რა შეიძლება გვინდოდეს ზუსტად ის სიხშირე გავიგოთ, რომ რა შეუსაბამოთ ხო მე რაღაც არ ვიცი რა მუსიკის თეორიაში რამის. არა. ხო. როცა ვლაპარაკობთ რაღაც მაგალითად გვინდა რომ ეს არის გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში რავი რა ანუ რა ეგეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 440-თან იქნება პიკი მარტო თუ რაც 441-თან იქნება პიკი და გარშემო ცოტა პატარა პიკები იქნება ან ხვდები რა სხვა ალბათ კი. ო იქ თავი იდეა სწავლობ მაინც რა მოდელი სწავლის მე მაგას რა ანუ შენ დიდი ალბათობით რაღაც ნახე ისევ მაგი ვიდეოზე ლაპარაკობ ალბათ. არა, ეხლა ის არის სხვა რამე დავიცი. ოკეი. პროგრამირებაში მოგწვავილი და იქიდან ვიცი მე. შენ შეიძლება სტრაფური ტრანსფორმზე ლაპარაკობ. ოკეი. ხო, გადავიდეთ ამაზე, რაც შენ იცი ალბათ. მოკლედ ფურის ტრანსფორმი კი ბატონო შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ მაგის კომპლექსურობა O(n) კვადრატია. მაგის გამო ხშირად ან დეფოლტად წესით ყველა ბიბლიოთეკა იყენებს fast Fourier transforms, რომლის კომპლექსურობაც არის n log n-ი, რაც ბევრად ჩხარი არის ვიდრე n კვადრატი. ეგ არის აქ მარტო რაც უნდა იცოდეთ. FFT-ზე არსებობს ამოცანებიც Codeforce-ს მაგალითად, რაც უმეტესად დაკავშირებულია ორი პოლინომიალის გამრავლებაზე, როცა გვინდა ჩხარ დროში გონი, რაც მიმახსოვს. ამ გონი გამახსენდა DFT-ს აქვს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ DFT ყველა ჰერცს ანუ ასკანერებს და თითოეული ჰერციდან ინფორმაციას ანუ მაგნიტუდას იღებს და FFT-ს აღარ აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ლოგარითმულად ჩადის, ანუ ნებისმიერი ანუ რაც უფრო შეგვიძლია ძალიან დეტალებში ავხსნათ, ძალიან ნაწილადებშიც გადავიდეთ. კი ბატონო. მან ხო ანუ იდეაში fast Fourier transform გერა როცა Fourier transform-ზე როცა ვლაპარაკობთ უჯველი დისკრეტი იგულისხმება პრაქტიკაში ხო იმიტომ რომ ანუ ეს მათემატიკურად კი ბაზარი არა არსებობს მაგრამ რაც დისკრეტულად უნდა გამოსახოს საბოლოოდ ყველაფერი რა მაგიტო ხო ან დისკრეტულში არის ეგ პრობლემა კი fast Fourier transform-შიც იქნება მსგავსი პრობლემა. ოღონდ ანუ შეიძლება დააბრუნოთ უბრალოდ. ხო, ან თელი პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს უბრალოდ რომ დისკრეტიზაციას ვცდილობთ რაღაცეების, რაც არის continuous. როცა ანუ მაგის გარეშე ვერ გამოვალთ რა. ანუ მაგის გარეშე ვერ გავუწურებით, იმიტომ რომ ეგეც სამყაროში ვართ რა, ანუ ლიტერალურად. მაგიტო ანუ ეგ ოკეია ხოლმე რა, უმეტესად
როდესაც მით უმეტეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეგ რაღაც ინფორმაცია მოდელს უნდა მივცეთ ან მოდელმა უნდა დაისწავლოს. იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც ძალიან კარგი მიახლოება არის ხოლმე ყველაფერი და დიდი პრობლემა არ იჩნდება რა მაგაში. კი ბატონო, ეხა ეგეთ რამეს ვიტყვი რა, რომ იდეაში დიდი აუდიო გვაქვს რა რაღაც. მაგაზე რომ მოვდოთ უბრალოდ ან ფურის ტრანსფორმი. ეგ გვიკარგავს დროის აღქმას. ანუ მთელ აუდიოზე აკეთებს ამას რა. ფაქტობრივად ესეთ რაღაც გრაფას, ხო? ნუ ზოგადად რაც ფურის ტრანსფორმი არა მარტო იმას აღიქოვს, რა ქვია, სიხშირეების მაგნიტუდებს, არამედ ასევე ფაზებს აღიქოვს. მაგრამ ფაზების ნაწილს გადავაგდებთ ხოლმე როგორც ეს. ან ზოგადად კომპლექსური რიცხვი არის ფურის ტრანსფორმის შედეგი. და ამ კომპლექსურიდან ნამდვილ ნაწილს ვიღებთ ხოლმე მარტო რა. რაც არის ეს მარჯვენა გრაფა. ხო და რაც შეეხება იმას, რომ რადგან რაც მაგალითად 10 წამიანი აუდიო არის. თქვენ რავი, ანუ კი ბატონო გავაკეთეთ ეს, მაგრამ რომელ წამს რა სიხშირეზე ლაპარაკობს, ეგ ინფორმაცია გვეკარგება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რაც მაგალითად speech to text გვინდა გავაკეთოთ, ხო? ანუ უნდა ვიცოდეთ, როდის რა ილაპარაკა. მაგის გამო აკეთებენ ხოლმე short time Fourier transforms. რაც ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ მოდი დავყოთ ეს რაც აუდიო ჩანკებად და თითოეულ ჩანკზე გავაკეთოთ Fourier transform. ნუ შემდგომ რაც smoothing window გისმენთ? თუ შემოდის. შემდგომ რაც smoothing ფუნქციას მოდებენ ხოლმე უბრალოდ რომ რაც კიდეებში პრობლემები არ იყოს რა. მაგრამ ნუ მთელი მუღამი ის არის, რომ დავყოფთ ნაწილებად და თითოეულ ნაწილზე ვაკეთებთ fast Fourier transforms. ეგ გვაძლევს უკვე დროში ინფორმაციას სიხშირეების მაგნიტუდის შესახებ. სამი აქსისი გვაქვს. მაგას ხშირად გადმოცემენ ხოლმე ასეთი გრაფით, რასაც სპექტროგრამა ქვია. რა არის ამ გრაფაზე? ამ გრაფაზე დახატული არის სიხშირეები ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის დრო და ფერი აღნიშნავს მაგნიტუდას. რაც უფრო ნუ აქ სადღაც უნდა იხატოს, მერე როგორ იცვლება ფერი მაგნიტუდის მიხედვით რა უბრალოდ. რაც შეეხება ახლა ესეთ trade-off-ი გვაქვს რა მანდ, რომ რამდენად გვინდა დროზე დამოკიდებული ვიყოთ, თუ სიხშირე გქონდეს, რაც შეიძლება სუფთად აღებული რა. იმიტომ რომ ანუ ეს trade-off-ი ყოველთვის გვექნება რა. მაგალითად, თუ ძალიან პატარა Windows-ს ავირჩიოთ, სიხშირეზე ინფორმაცია დაგვეკარგება უფრო მეტად და მსგავსი ფორმატის იქნება რა, ანუ ვერ განვასხვავებთ ზუსტად რა სიხშირეს იყო, მაგრამ დაახლოებით მაინც გვეცოდნება. მაგრამ თუ გავუზრდით Windows, მაგ შემთხვევაში დროზე გვეკარგება ეგ ინფორმაცია ზუსტად ცოტა აცდენილი იქნება, მაგრამ სიხშირე ძალიან ზუსტი იქნება რა. და მაგას ერთი პარამეტრი განსაზღვრავს ხოლმე ეს NFFT რაც არის. და ხო ნუ რაც usual spot-ი არის 1024-დან 2052-მდე. ნუ რომელიმე საარჩევ რა. გისმენთ? ანუ ამას ზუსტად ვერ ხვდები ეს რატო ხდება ანუ მიზეს ან ალგორითმში. მაგის მიზეზად შეგიძლია ეგეთ რაც წარმეიდგინო. აი მუსიკაზე ხო ლაპარაკობდი. მუსიკაზე მაგალითად ანუ სიხშირე ან შენ რო გაიაზრო რა სიხშირე გაქვს მაგისთვის გინდა რაც ერთი წამის აუდიო ხო ფაქტობრივად ნუ რაღაც ან ძალიან პატარა აუდიო რომ მოგცე მაგით ვერ მოხდები რაც დო არის რე არის თუ რა არის რა სიხშირეს არის მაგას ვერ ხვდები რა
შესაბამისად, რაც უფრო პატარავთ მაგ Windows, ეგ ინფორმაცია გვეკარგება რა. ანუ ვერ ასხოვებს ზუსტად რა სიძეს აუდიო არის ეგ. რაც უფრო პატარა Windows-ში უყურებთ. კი. ხო, და რაც უფრო გაუზრდით Windows, მე ანუ ეს პატერნი უფრო ამოცნობადია ბევრად რა. ნებისმიერი სახის. კი. ეგა პრობლემა. და ანუ არის რავი რა. რასაც იყენებენ ხოლმე, მაგის მიხედვით შეგვიძლია მან მივიღოთ გადაწყვეტილებები რა, საბოლოოდ. 256 ძალიან პატარა მაგალითად. 4096 ძალიან დიდი არის. და რაც ვუყებთ 1024-დან 2040. ხო, ნუ სპექტროგრამა არის, რაც დეციბალებში რო გადმოხსნეთ ეგ, რაც ვთქვი უკვე და ამას უკვე აქვს ძალიან დიდი აზრი. და ეგ აზრი არის ის, რომ ჩვენ აუდიო გარდაგვქმნით ამის მეშვეობით სურათად. სარა 3D სურათია ხო? ხო, ნუ სურათია რა. და სურათი თუ გვაქვს შეგვიძლია უკვე რა სურათზე ვიმუშაოთ რა. ანუ CNN-ი გამოვიყენოთ მაგალითად, რაღაცა გავაკეთოთ ეგეთი. რაც ხო, ნუ შოუს მოდელებს მე რა spectrogram based მოდელები ქვიათ ხოლმე რა. Whisper-ი მაგალითად რა ვუყოთ, Whisper-ს გადაეცემა სპექტროგრამა. და ამ სპექტროგრამაზე მუშაობს მე. აი გვიბრუნებს საბოლოოდ ტექსტი. არის კიდე მოდელები, რომლებსაც გადაეცემათ ტექსტი, აუდიოს აბრუნებს, მაგრამ ანუ ეს აუდიო ჯერ არის სპექტროგრამა, და შემდგომ სპექტროგრამა გარდაიქმნება აუდიოდ. მან არის ერთი ეგეთი მომენტი. ჩვენ კი ვიცით რომ რაც FFT გარა Fourier transform თუ გვაქვს მოცემული მაგალითად რა. ბიექტიური ასახვა არის Fourier transform-სა და აუდიო შორის. ეგოგასაგები დაახლოებით. ანუ ნებისმიერი აუდიო, რაც განსხვავებული აუდიო გადავა განსხვავებულ Fourier transform-ში. და ან ზუსტი ასახვა არის რა ერთმანეთში. შესაბამისად, ანუ რო დავფიქრდეთ, ვიფიქრებთ რომ ამენ უკან დაბრუნება შეგვეძლება. მაგრამ ჩვენ რადგან მარტო რეალურ ნაწილს ვიღებთ და ფაზას ვკარგავთ, ეგ არა ეგეთი მარტივი, რომ უკან დავაბრუნოთ რა სპექტროგრამა. ანუ given სპექტროგრამა მოდი აუდიო მომეცი, ეგეთი მარტივი არა. და მაგისთვის არის მე ცალკე ვოკოდერები ქვია ხოლმე ეგეთ მოდელებს. რაც ჰიშვიგანი არის მაგალითად ერთი ეგეთი მოდელი, რომელიც მაგაშობა რომ სპექტროგრამას იღებს და აუდიოს აგენერებს რა აქედან. ანუ რაც language agnostic არის და ასე შემდეგ რა. თითქმის ყველა აუდიოზე მუშაობს. ეგ ნაწილი გასაგებია? ვერა. აკან. ხო. გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომ სპექტროგრამა კი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ავგქვთ აუდიო სიხშირეებს წერფივად. ანუ 100 Hz-დან 200 Hz-მდე ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენთვის, მაგრამ 7000-დან 7300-მდე ძალიან პატარა განსხვავებაა რა. ეგ შეგიძლიათ რავი, ან მართლა ნახოთ, მართლა ეგრეა. შესაბამისად, რაც mel scale-ი არსებობს, რაც არის ლოგარითმული scale-ი. რაღაცა ემპირიულად გამოყვანილი ფუნქცია. და არის ლაპარაკი, რომ სპექტროგრამა კი გვაქვს, მაგრამ ბარემ ისე გადავაქციოთ ეს სპექტროგრამა,
რომელიც ასახავს ჩვენი რაც პურის პარაბნების ქცევას რა. ჩვენ როგორც ვიაზრებთ აუდიოს და ხმას, ეგრე გაიაზრებს მერე მოდელიც რა. ეგ არის მიზანი. და შემდგომ რაც ეგეთ ასე რომ სპექტროგრამას ეძახიან ხოლმე მელ სპექტროგრამას. აქ რაც მეთოდი აღწერილი, როგორ კეთდება ფილტერ ბენკები გახდა, მაგის მიხედვით აკონვერტირებ მერე ლოგარითმულ სკეილში. ხო. რავი, ეგ არის ალბათ სულ ეს თქვენს მინდა და ეს რაიმე კითხვა არ არის თემებთან დაკავშირებით. ოკეი. მაშინ აქ რაც პატარა კონტის მაგალითი მაქვს დაწერილი, რომ ნახოთ, ვიცოდეთ რა როგორ კეთდება დაახლოებით რა. რაც საბოლოოდ იმის მიუხედავად რომ თეორია რაც მათემატიკურად ძალიან სრულყი და რთული არის, ნულიდან რომ მაგალითად ფურიეს ტრანსფორმი დაწერო, FFT დაწერო, მაგრამ ერთი ფუნქციის გამოძახება არა რეალურად ეგ ყველაფერი აქვს. Libroსაც შეგვიძლია demo ფაილი, რომელიც უბრალოდ ჯერ ერთი სიხშირეა, მერე მეორეა, მერე მესამე რაღაცნაირად იზრდება და მერე უბრალოდ random noise არის. და მაგის ჩამოლოადება შეგვიძლია Librosati, Torch Audio-თი ან sound file-ით. თითქმის იგივეა ყველგან რა, აქ SF-RD არის, Librosაზე load-ია, აქაც load-ი არის. არაფერი განსხვავებული. და განსაკუთრებული. და რა თქმა უნდა, თუ სტერეო არის, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ძალიან მარტივად უბრალოდ მონოდ გადავაქციოთ ეს. არა, აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მართლა სტერეო და რაღაც სხვა ინფორმაცია არ არის ვაფშე განსხვავებული ინფორმაცია არა მეორე ან შემდეგ ჩენელებში შენახული. ეს არის უბრალოდ ამპლიტუდის და დროის პლოტი, რაც არის ლიტერალი აუდიო. ეს თუ გვინდა მაგალითად გამოვაჩინოთ რა. აუდიო რო იკურებოდეს ასე ვთქვათ. ამით ვაკეთებთ რა. Python-ის displays აქვს მერე ფუნქცია აუდიო, რომელსაც გადაეცემა ასევე rate. ან გადაეცემა data, რომელიც არის პირდაპირ ფაილი. არა, data არის file name-ი გადაეცემა მეორე შემთხვევაში რა. რომელიც პირდაპირ წაიკითხოს აუდიოს და იგივეს გააკეთებს. ეს უბრალოდ კომპაქტური რამეა, რომ აქედან შეიძლება არ იკურებოდეს ან რაღაც. იუპიტერში მგონი არ მუშაობს აქედან. ესე რომ გამოჩნდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქ რა ხდება? აქ უბრალოდ იგივე უბრალოდ ოსცილაციებს ვაჩვენებთ. Resampling-ი. ხო, resampling-ზე იდეაში მას 16000 თუა შენახული მაგალითად და გვინდა გავაზარდოთ, იმიტომ რომ რაც მოდელს უფრო მეტი სჭირდება რა. 16000-იც აუდიო გვაქვს და 20000-ზე მუშაობს სიტყვაზე. ჩვენი speech to text მაგალითად. აქ შემთხვევაში ამოკლება მარტივია რა. ყოველ მეორე სამოაკლებთან რაღაცა იდეით ამოაკლებ რა, მაგრამ დამატებისას გვიწევს რომ რაც ინტერპოლაცია გავაკეთოთ წერტილებს შორის.
იმიტომ რომ რაღაც ეს წერტილი თუ გვაქვს, ეს წერტილი თუ გვაქვს და ეს წერტილი თუ გვაქვს, ამათ შორის ინტერპოლაციას გავაკეთებთ და დავამატებთ ახალ წერტილს მაგალითად რა. ეგრე ხდება up sampling აუდიოს. მან კოდის მხრივ უბრალოდ რაც ერთხაზია რა. რაც შეეხება FFT-ს სამ მარტივად სამხაში იწერება და გადმოგცემს ამ ხო რაც გვაძლევს ამ გრაფას რა პირდაპირ. Short time Fourier transforms-იც პირდაპირ გვაქვს გამზადებული ბიბლიოთეკა. ამას თავის პარამეტრები გადაცემა. ერთევარი პარამეტრი არის ეს რაც აღნიშნეთ რა NFFT. არის 2048 დიფოლტად LibreOffice-ში მაგალითად. აქ უბრალოდ შედარება. აქ მე სპექტროგრამაზეა საუბარი. რაც ისევ უბრალოდ ერთი ფუნქცია არის. ან საბოლოოდ ავიღა ამ რა ჩაუყეჩებულია რა, მაგრამ იდეაში ძალიან მარტივი არის საბოლოოდ ამ ფუნქციების გამოყენება. უბრალოდ უნდა იცოდეთ რა როდის გამოიყენოთ რა. არა, კოდის მხრივ არაფერი საწოლებელი არა მაგაში და დიდი ალბათობით ალბათ LLM-ებსაც ეცოდინებოთ რა. ბოლო. ძალიან ახალი ბიბლიოთეკა რა. ოკეი. რამე კითხვა ხო არ გქონთ? ოკეი. შენ შევწყვეტ ჩაწერას.